გულახდილად გეტყვით, რომ არ მინდოდა საკუთარის ვერიდებოდის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას თემაზე, რაც მოხდა გუშინ, კერძოდ გრიგოლ გეგელიასთან დაკავშირებული ინციდენტი რუსთაველის გამზირზე. სულ ვცდილობდი, რომ ვცდენოდი ამ თემას, არაფერი მეთქვა. მაგრამ იმდენად ბევრი კომენტატორი აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას და ერთნი იცავენ თავგამოდებით გრიგოლ გეგელიას, ხოლო მეორენი კი აკრიტიკებენ გრიგოლ გეგელიას, რომ და იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი და ტოპ თემაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა, ახლა რაღაცა მიბიძგა თითქოს, რომ ჩამეწერა ეს ვიდეო და დავიფიქსირებინა საკუთარი აზრი. პირველ ყოვლისა, მე მინდა გითხრათ, რომ მე გრიგოლ გეგელიას ვიცნობ. საერთოდაც გრიგოლ გეგელია მიმაჩნია ძალიან წესიერ, ზრდილ, განათლებულ და ნორმალური ჩვენ მასშტაბებში. ცხადია, ნორმალური დონის პოლიტიკოსად, რომელიც საკმაოდ აქტიურია შეერთებულ შტატებში, მართავს ხოლმე შეხვედრებს, აქტიურია საგარეო ფრონტზე, კარგი რესურსია ის ლელო ძლიერი საქართველოსათვის. მე მას ვიცნობ და პატივსაც ვცემ. საერთოდაც ამ პარტიის ხაზარაძის პარტიას გულისხმობ, ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიას გულისხმობ. ძალიან ბევრ იმ პირს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარი დაუჭირონ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და მონაწილეობა მიიღოს ამ პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მე ყველას პრაქტიკულად, თუ ყველას არა უმრავლესობას მაინც ვიცნობ და ამ უმრავლესობიდან აბსოლუტურ უმრავლესობას არა მარტო ვიცნობ, არამედ პატივსაც ვცემ. პატივს ვცემ მათ როგორც პიროვნებებს, როგორც ადამიანებს, რომლებთანაც არაერთი საათი გამიტარებია, წარსულში 90-იან წლებში, მაგალითად ფიქრია ჩიხრაძე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი. გულახდილად ვიტყვი, იმიტომ რომ ფიქრია იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც 90-იანებშიც არა, 80-იანებში, ისთანაც მე მქონდა ურთიერთობა ფიქრიას მეგობრებთან ერთად და მათ მე ჩამჭიდეს ხელი, ასე ხატოვნად ვიტყვი და ჩამჭიდეს ხელი და აი ამ სტუდენტური მოძრაობა იყო მაშინ და მე კი სკოლის მოწაფე გახლდით დამამთავრებელ კლასებში, მათ მიპატრონეს ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ, მიპატრონეს არასწორი სიტყვა, ალბათ მოკლედ თავისიანად დამიგულეს. მოკლედ ფიქრიას რაც არ უნდა ჩემი აზრით არასწორი პოზიცია ჰქონდეს და მას აქვს არასწორი პოზიცია ჩემი აზრით, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის ჩემი მეგობარია, არა ყოველდღიური ურთიერთობით, მაგრამ კარგი სალმითა და თბილტყვილი მოკითხვებით. არა მხოლოდ ფიქრია, ლევან სამუშია არის ჩემი მეგობარი. გალდონი მანანა ნაჭყებია, გავბედავ და ვიტყვი, არის ჩემი მეგობარი. სხვები და სხვები, გრიგოლ გეგელია არ არის, გრიგოლ გეგელიას და არა მაქვს ესოდენ ხშირი ან ესოდენ მრავალწლიანი უფრო ზუსტი რომ იყო ურთიერთობა, მაგრამ გრიგოლსაც თავდაუზოგავ კაცს, რომელიც ამერიკაში ჩადის ხოლმე, დასავლეთში ჩადის ხოლმე და ამტკიცებს სიმართლეს, რომელიც ერთია, რომ ეს არის რეჟიმი და რომ აუცილებელია დასანქცირება ამ რეჟიმის წარმომადგენლებისა, რომ აუცილებელია ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო ქმედით ინაბიჯების გადადგმა. მე გრიგოლ გეგელიას პატივს ვცემ. ასევე პატივს ვცემ, გულახდილად გეტყვით, მამუკა ხაზარაძეს. ჩემი მოსაზრებით მამუკა ხაზარაძე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონა ქართულ ბიზნესში. მან და სწორედ მან ბადრი ჯაფარიძესთან და სხვებთან ერთადაც ცხადია, მაგრამ მან და ბადრიმ პირველ ყოვლისა ააშენეს ისეთი უზარმაზარი ფუნდამენტი ჩვენი ფინანსური მდგრადობისა და ურყევობისა, როგორც არის TBC ბანკი. წარმოუდგენელია, მას არ სცემდე პატის, არავითარი მევახშე ის არ არის, ის არის კარგი ბიზნესმენი, საუკეთესო ბანკირი, შემიძლია ასე ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო ბანკირი. მე მასთანაც მაქვს ძალიან ესეთი მისგან განსხვავებული აზრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამუკას მე პატივს არ ვცევ, ვიცნობ პირადად. ბადრი ჯაფარიძეს მით უფრო არ მიწყეს სხვა არავინ, ის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კომუნისტებმაც მოაწერეს ხელი და ყველა კომუნისტსაც კი
ვინც მოაწერა ხელი კომუნისტური პარტიიდან გასულს უფრო ზუსტი რომ იყო 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე მე ბუნებრივია პატივს ვცემ ზოგი მათგანია არც კომუნისტებიდან და ბრგვალი მაგიდან ცოცხალი აღარ არის მაგრამ ვინც არის მათგან საკმაო ნაწილს ვიცნობ და აი ქუჩაში დილისთანაც კი შემომხვდება ხოლმე 1-2 ისე თავდაკვრით ვიცნობ ზვიადისტები არიან რა ეს და აი ბოდიში მათთან სექტა ზვიადისტები მაგრამ მოვაწერეს რა ხელი მე მათ ულოცავ თუ მათ პატივს ვცემ თუ მათ და მე ერთგვარი გზალვით ვარ მე 10 პოზიციები უკვე შემდგომი პერიოდის რასაკვირველია მე არ მომწონს რა ბევრისა ყოველ შემთხვევაში და ხა ჩვენ ხო ლაპარაკობთ იმ ადამიანებზე რომლებსაც საქართველოსთვის არ უღალატიათ ხო აი ზურგში დანა არ ჩაურტყამთ ხო 92-ში მაგალითად ხო 92-ში ზურგში დანა ჩამრტყმელებმაც მოაწერეს ხელი განა არა დამოუკიდებლობის აქტს მაგრამ აი ბადრის კი განსაკუთრებულ პატივს ვცემ ოღონდ კვლავ მეორე პარვით ხდები მე საერთოდაც წინააღმდეგი ვარ იმისა გულახდილად ლაპარაკობ რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი უფრო ლეოძლიერი საქართველოს ჩავრეცხოთ იმისა და გამო რომ მას არასწორი და ნამდვილად არასწორი პოზიცია აქვს მე არ მგონია რომ ჩვენ გვაქვს იმის უფლება ფუფუნება რომ პოლიტიკოსები რომელთა ელექტორალური მხარდაჭერა არის უხეშად 3 5 7 10% და არა უმეტეს 10%-ს ვერ მიიღებს ხალხოძლიერი საქართველოს ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ რაღაც რიცხვზე შევჯერდეთ, მაგალითად, აღით 5%, 7%, ხო, ამ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერთა ჩარეცხვა არის აუცილებელი. ბევრ მათგანს აუშვიათ, ძალიან ბევრი შეცდომა. ახლა ესე ვიტყვიოდი, რომ რომელ ჩვენგანს არ დაუშვია, მეთქი არა, არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკოსები, რომლებსაც ნაკლები შეცდომა დაუშვიათ. ჩემი მოსაზრებით ისინი უშვებენ გამოუსწორებელ შეცდომას, მაგრამ ხვალზე ეგ მით უფრო თუ კოალიციური მთავრობა უნდა შედგეს, 7 თუ 5 თუ 8%-იანი ელექტორალური მხარდაჭერის პარტიის ლიდერები ამ კოალიციაში მაღალი ალბათობით უნდა იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოუსწორებელ კვლავ ვიმეორებ შეცდომას უშჩადიან, როდესაც მონაწილეობენ არჩევნებში. მე საერთოდაც მგონია, ამას ეხა პირველად ვამბობ, რომ არსებობს რაღაცა ფაქტორები, აი ძალიან პოლიტკორექტულად ვიტყვი, რომლებთა გამოც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. ფაქტორები, რომელთა შესახებაც ჩვენ უბრალოდ არაფერი ვიცით. ეხლა რასაკვირველია ასეც უნდა იყოს, თუ ამ წინადადებას მიაქცევს ყურადღებას გინდა მამუკა და გინდა ბადრი ან ორივე ერთად. რასაკვირველია ორივე მათგანმა უნდა თქვას, რომ არანაირი ფაქტორი არ არსებობს, მაგალითად ზეწოლისაო და უნდა მიპასუხოს ასე, მაგრამ რაც არ უნდა მიპასუხონ, მე მგონია, რომ არსებობს რაღაც დამალული მიზეზსაბაბები, რომლებმაც გადააწყვეტინეს ბადრი მამუკას ამ არჩევნებში, ამ წაგებულ თამაშში, ამ სრულიად არასწორ თამაშში ჩართვა და არასწორი სტრატეგიული ტაქტიკური ნაბიჯი გადაადგმევინეს და კვლავ ვიმეორებ, აქვთ უფლება, მეცაც ვიტყვი თუ მიაქცევენ ამას ყურადღებას, ხო, ერთგვარად ვალდებულნიც არიან, რომ თქვან, რომ არანაირი ზეწოლა ასე მაგალითად, გარიგება რომ არ არის, ეგ რა მაგის პასუხი აქვე ვიტყვი, მაგრამ არანაირი ზეწოლას არ აქვს, არანაირი შანტაჟს არ აქვს ადგილიო, ეს კი უნდა თქვან, მაგრამ მე ამ ჩემს ფიქს ვერავინ გადამათქმევინებს წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არ მესმის, რატომ მიიღეს მათ გონიერმა ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე წაგებულ არჩევნებში და აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რემარკა ამ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ქართული ოცნება რასაკვირველია გაიმარჯვებს 64 თუ 65 მუნიციპალიტეტში და რაღაცა ესენი მონაწილეობენ, ანუ გახარიაც და ძლიერი საქართველოს, გახარიაც და ლელოზლიერი საქართველოს, ანუ ხაზარაძის პარტიაც აქედან გამომდინარე ქართული ოცნების გაправება, ლეგიტიმურობა, რომელიც არალეგიტიმურია, ცხადია, ლეგიტიმურობას ერთი
ერთი შტრიხი შეემატება, ანუ თუ ახლა არის 100%-ით არალეგიტიმური, იქნება 80 პირობითად 17%-ით არალეგიტიმური და ეს 3% კი ხელისუფლება წოდებულ ბანდას სჭირდება იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამტკიცოს აბსურდი, რასაკვირველია, ამტკიცოს რომ აგე ოპოზიციურმა წარმომადგენლებმა არა მარტო ჩემმა სატელიტებმა, ხალხის ძალამ თუ სხვებმა, არამედ აგე მთლად რადიკალური კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, ლელოს საქართველოს და გახარიას პარტიამ გამაправეს, შემოვიდნენ არჩევნებში და მიიღეს მონაწილეობაო. თუ ერთი რამეც უნდა ვთქვათ, შესანიშნავად უნდა ესმოდეს მამუკას, ბადრიცაც და სხვებსაც, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხლაძეს, გრიგოლ გეგელიას, სხვებს და სხვებს, შესანიშნავად უნდა ესმოდეთ, რომ ვერც ერთ მუნიციპალიტეტს, მათ შორის ვერც თბილის, მას ქართულ ოცნებას ვერ წაართმევენ. ვერანაირად, იმიტომ რომ ზოგადად ოპოზიციური ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ ნაციონალების დროა, გირჩი და გირჩი ჯაფარიძისა და ახალის ფედერალისტების ევროპული საქართველოს ამ უკანასკნელ სამორჩეველი ალბათ არ ახავს ხა ესეთი აი ბევრი, მაგრამ თავისი 10,000 კაცი ხო ეყოლება დედაქალაქში ან ზოგადად ქვეყანაში. კიდევ სხვების ხო აი გამახსენდება გზა და გზა და ასე შემდეგ ხო ის თავისუფლების მოედანის და ასე შემდეგ ამორჩევლები უბრალოდ არჩევნებზე არ მივლენ და რომ მისულიყვნენ და დაეჭირათ მხარი კარგადაც არ მესმის ვის არჩევენ, ვის შეარჩევენ დედაქალაქის მერობის კანდიდატად ლელო ძლიერი საქართველოდან, მაგრამ ოკეი, საუკეთესოც რომ შეარჩიონ, რომ მისულიყვნენ, მაშინაც კი გააყალბებდა არჩევნებს ქართული რუსული ოცნება, ოღონდ უკვე მისი ლეგიტიმურობის ხარისხის ხაზი პროცენტი იქნებოდა არა 3, როგორც ახლა იქნება ამ ორი პარტიის მონაწილეობის გამო და გამოისობით, არამედ იქნებოდა პირობითად 17 ან 57 ან მეტი. სწორ იქნეს ბოიკოტისტებმა, მე ამასაც საქმე ვიტყვი, რომ მე არ მჯერა, რომ ბოიკოტი შედგება. მე არ მჯერა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი არ მივა არჩევნებზე, ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მით უმეტეს რაღაცა დაფიქსირდება, რომ ლელო ძლიერმა საქართველოს მიიღო 5, 7, 4, 8%, გამოვა რომ ოპოზიციური ამორჩევლის ნაწილი მაინც მისულია არჩევნებზე. მაგრამ ეხლა ეს ბექგრაუნდი და ეს აღწერილობა მე დამჭირდა იმისთვის, რომ მესაუბრა თემაზე, რაც აქტუალურია, გრიგოლ გეგელიას თან დაკავშირებული შეხლა შემოხლა. მე ხაზგასმით ვამბობ, რომ რამდენადაც ვიცი და რამდენადაც ვნახე, რა კადრებიც ვნახე ყოველ შემთხვევაში, იქ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ქონია. მე კარგად არ მესმის, აი გრიგოლს მიუმართავთ უგნებავთ ასე ვიტყვი. ან ვსაუბრობ მიმართვის გარეშე. მე კარგად არ მესმის რატომ მიდიან მოქალაქეები, ამ შემთხვევაში გრიგოლ გეგელია, იმგვარ აქციებზე, რომელთა სულისკვეთებაც არის ბოიკოტი იმ არჩევნებისა, რომელშიც თავად ეს პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ. ხომ ბუნებრივია, რომ დემონსტრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა, მოდი ასე ვთქვათ, 90% სწორედ იმ სულისკვეთებითაა განმსჭვალული, რომ არჩევნებში პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა და უკლებრივ ყველა, მათ შორის გრიგოლ გეგელია პერსონალურად, მამუკა ხაზარაძე, მაგრამ საპატიმროშია ის და ვერ მივიდოდა აქციაზე, ბუნებრივია და სხვები, ვინც არჩევნებში მონაწილეობენ, ისინი მტრებად ან მოწინააღმდეგეებად, ან ამ დაძაბულ ფონზე ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ თუ ირიბად შეკრულებად მიაჩნიათ მას. Რაღაცომ თუ სწორი ზმნა არის, რაღაცომ აღიზიანებ ამ გვარ მოქალაქეებს, ამ გვარ დემონსტრანტებს, ამ ემოციურ ფონზე მით უმეტეს, როდესაც ურთულესი ვითარება, იცით თქვენ, იცით რომ გუშინაც ძალიან მძიმე დღე იყო, ერთი პატიმარი გაანთავისუფლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, ეს ცალკე სალაპარაკოა რატომ, მეორე პატიმარი და მნიშვნელოვანი პერსონა ქართულ დღევანდელ სინამდვილეში მზია ამაღლობელი ჩატოვა საპატიმროში, ოღონდ თან როგორ იცით, ვითომ წყალობას იღებდა და 2 წლით მინიმუმ შეუმცირა ვითომ პატიმრობის ვადას ხმა მუხლი მიუსადაგარა მის საქმეს, მაგრამ 2 წლით იჯდებოდა თუ იჯდება მზია თუ 8 წლით, რა მნიშვნელობა აქვს ის ნებისმიერ შემთხვევაში უკანონო პატიმარია ამ 7 თვის განმავლობაშიც, რაც ის არის საპატიმროში.
უკანონო პატიმარია რასაკვირველია, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობ. აი ეს ფონია მეთქი ახლა ვლაპარაკობ და ამ დროს გრიგოლ გეგელია წესიერი კაცი რასაკვირველია, რომელიც ბევრს ან მნიშვნელოვან საკეთებს, როცა მგზავრობს, მიემგზავრება ხოლმე შეერთებულ შტატებში და შეხვედრა კონგრესმენებთან ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ან რაღაც გარკვეულ ექსპერტებთან და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანი ხმა ჩვენთვის რასაკვირველია. აი ამ გრიგოლ გეგელიას გიბოდიშებთ, მაგრამ რა უნდა აქციაზე. საერთოდ ხო, მე საბოლოო ჯამში მე გადავადგილდები, სადაც მინდა, ესეც არის, ეს ლოგიკაც არსებობს, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, როდესაც შენ მიდიხარ არჩევნებზე, ანუ ერთის მხრივ მიდიხარ არჩევნებზე და მეორეს მხრივ ესწრები არჩევნების საწინააღმდეგო დემონსტრანტთა აქციას, ანუ შენი ორგანიზებული არ არის ეს აქცია, ეს აქცია ეს თლაც სწორი არ არის და ვიღაცამ რო თქვას, რომ პროვოცირებული საქციელიაო, ხო? პროვოკაციაო, არც ეს ვიღაცა იქნება თლად მტყუანი, არა მტყუანი იქნება, მაგრამ იმიტომ რომ ეს მაინც რაღაც არ დავწაბოთ გრიგოლ გეგელიას, რომ პროვოკაციაზე წავიდა, მაგრამ მაინც. ძალადობა რასაკვირველია მეორის მხრივ არ მოსულა, აქვე ვიტყვი. ძალადობა არ მოსულა, მაგრამ შეპირისპირება პირებთან, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს არასწორი, რასაკვირველია მოსულა მათ შორის აქციაზე და მძაფრი შეპირისპირებაც იმ პირებთან, აი მამუკა და ბადრი რომ გამოჩნდნენ ეს ორმეტრიანი მოქალაქეები, ანუ ბევრზე მაღლები, აქციაზე ვინც არის მათ შორის, ხო? არა უმაღლესები, არამედ მაღლები, ფიზიკურ სიმაღლეს გულისხმობ, მათთანაც მოუვა რიგით დემონსტრაცია, იმიტომ რომ ვნებები დუხს და სწორი ტაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტი ალბათ მაინც არ გამოვა, ბოიკოტი გამოვა იმ ჭრილში და ბოიკოტი შედეგიანი იქნება იმ ჭრილში, რომ ჩვენ ვაჩვენებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს ურხევდა ერთიანებას, უბრალოდ ვაჩვენებდით ეს ბოიკოტი რო შემდგარიყო და შედგებოდა უფრო ამ ორ პარტიას, ანუ გახარიას პარტიას ერთის მხრივ და მეორე მხრივ ხაზარაძის პარტიას, რომ არ მიიღოთ ეს მცდარი გადაწყვეტილება და უკეთ ვაჩვენებდით საზოგადოებას ჩვენთან, რომ ჩვენ ვართ შეუგუებელნი. ნახეთ რას გავს იცით, ეხლა ცხადია უბოდიშებ ლელო ძლიერ საქართველოს მზია ამაღლობელს შესთავაზეს საპროცესო გარიგება. არჩევნებში მონაწილეობა არის ერთგვარად საპროცესო გარიგება. შემოდით არჩევნებში და იქნებით საკრებულოებში. გამოდი მიიღეს პროცესო გარიგება, გამოდი და ჩვენ არ მიგისჭით. მზია რატო გვიყვარს ჩვენ მათ შორის კიდე სხვა მიზეზების გამო, რატომ მოგწონს არა მხოლოდ მზია, არამედ ეს სხვა სინდისის პატიმრები, რატომ მოგწონს ისინი, რატომ მოვიწონეთ მამუკა ხაზარაძის საქციელის, ბადრი ჯაფარიძის საქციელის, რომ ისინი წავიდნენ პრაქტიკულად საკუთარი ნებით საპატიმროში. სინდისის პატიმრები რომ არ ტყდებიან და არ მიდიან არანაირ საპროცესო გარიგებაზე, ამიტომ ვიწონებთ მაგ საქციელს. აბა რომელიმე სინდისის პატიმარი გატეხილიყო, განა ის სინდისის პატიმარი არ იქნებოდა. რომელიმე ესე თქვა, რომ ბოდიში მე პრინციპში იცით რა, ფოიერვერკი რომ ვისროლე 258 მეტრიდან, სულაც არ მეგონა რომ 257 მეტრში მდგომ პოლიციელ სიკინჭილაშვილს მოხდებოდა. გიბოდიშებთ, გამიშვით რა, იმიტომ რომ მენატრება დედა, მენატრება მამა, მენატრება შეყვარებული ცოლი, მეუღლე, შვილი, ბებია, ბაბუა, სოფელი და ბუნების წიაღი. ეს რომ ეთქვა, სინდისის პატიმრად დარჩებოდა, მაგრამ მაინც იქნებოდა გატეხილი სინდისის პატიმარის ბედნიერება, რომ ჩვენ არ გვყავს გატეხილი სინდისის პატიმრები. და სამწუხარო, ეხა უბედურებას არ ვიხმარ შეგნებლად ამ სიტყვას, მაგრამ სამწუხარო ამბავია, რომ პოლიტიკურ პროცესში გარკვეულ საპროცესო, ესე დავარქვეთ თქვენის ნებართვით, გარიგებაზე თუ შეთანხმებაზე წავიდა ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ისიც ღმერთმა უწყის. რატომ? იმიტომ რომ არ მგონია, რომ გულუფრხილობის ხარისხი თუ მამუკასი თუ პარტიის ნებისმიერი სხვა წევრისა არის ამგვარი, რომ ისინი გადატეხენ თუ გნებავთ თბილისში ამ ხელისუფლებად წოდებულ რეჟიმს, რომელიც უსილობლად გააყალბებს და მეცაც გეტყვით, რაღაცა ოპოზიციური ერთობა არ არსებობს არჩევნების კუთხით, ანუ სხვა პოლიტიკური პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში და პრაიმერისში და საკუთარ კანდიდატურას არ სთავაზობს. მამუკას თუ ამ საკუთარ კანდიდატურაც არ არის ამ პროცესში შესული მისი კანდიდატურა, ეს აპრიორი გაყალბების გარეშეც მეთქი
გამარჯვებად წოდებულ ფარსში გამარჯვებას მოიპოვებს კახაკალაძე და საკრებულოში კი უმრავლესობაში იქნება ქართული ოცნება თბილისის საკრებულოს გულისხმობ ისევ როგორც პრინციპში ყველა დანარჩენი 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთი წავღლითეთ 2021 წელს კარგი ვქნით რასაკვირველია ამუკამაც და ბევრმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წალენჯიხის განვითარებაში მაგრამ so what ეს ხომ ამას ხომ მაინც ის რევოლუციური ცვლილებები არ მოუტანია ჩვენ გვჭირდება რევოლუციური ცვლილებები და კიდევ ერთი რაღაცა რევოლუცია ვახსენეთ ჩემ და გასაკვირად გუშინ კონტექსტში მყავდა რა გია ხუხაშვილი არჩევნების მომხრე რომელთანაც მომივიდა ასეთი არამაინც და მაინც კამათი არამედ აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედაც რომ გია ხუხაშვილმა რომელიც ასევე ჩემი მოსაზრებით ცდება მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა არა აქვს მნიშვნელობა ყოველ შემთხვევაში და არ არის მნიშვნელოვანი თემა გია ხუხაშვილმა თქვა რომ აიო თუ 4 ოქტომბრის 4-ია ხო არჩევნები არჩევნებს გააყალბებენ მერე კი გვაქვს ჯანყის უფლებაო აბადიეთ გია ხუხაშვილს კი არ მიმართავ მაგრამ ამ ლოგიკის გამაგრძელებლებს მიმართავ თუ ხელისუფლება უკანონოა და ის უკანონოა 26 ოქტომბრის 28 ნოემბრის შემდეგ გასული წლისა 26 ოქტომბრამდე ის კანონიერი იყო გაგიკვირდებათ და ცუდი იყო მაგრამ კანონიერი 26 ოქტომბრის და განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ როცა მან მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება შეცვალა რა საქართველოს საგარეო კურსი ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს ყოველწამიერად აი ეხლაც გვაქვს ჯანყის უფლება რასაკვირველია თუ ამ ლოგიკას მივყვებით და ამას ვასაბუთებთ რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი თუ ბანდა და არანაირი ტრიგერი ამ სიტყვას ხმარობს არანაირი საბაბმიზეზი დამატებითი საბაბმიზეზი არჩევნების გაყალბება არჩევნების გამოყალბება და ასე შემდეგ ჩვენ წესით არ უნდა გვჭირდებოდეს როდესაც პოლიტიკა მკვდარია როდესაც პოლიტიკური პროცესებია მკვდარი როდესაც პერსპექტივა არ არსებობს პოლიტიკური პროცესის აღდგენისა და ქვეყნის განვითარებისა და როდესაც დამატებით თავქუდ მოგლეჯილებს მივეშურებით რუსეთისაკენ უბრალოდ თავქვე დამხობილები ვარდებით უფსკრულში ჭაობში რომელსაც აზის ეს გომბეშო რუსეთი და რუსული ჭაობია ეს ყველაფერი ჩვენ ამის შესაჩერებლად გვაქვს უფლება ჯანყისა თუ რევოლუციისა მშვიდობიანი რევოლუციისა რასაკვირველია ვინმე პაპუაშვილი რომ არ გამოხტეს ახლა და არ თქვას რომ ირაკლი ტაბლიაშვილს ბაბუაჩები ჩაზაინს ეძახდა ნახავთ უგდებავთ რა არის მოკლედ ტაბლიაშვილს იარაღი აქვს სახლშიო არა მაქვს იარაღი პურის დანამაკ ისიც გალესილი არ არის ხო ამასაც გეტყვით ინგა სალესი არ დავიყიდოთ ჩვენ ეს მეუღლეს მივმართე მართლა ვერ დავჭერი დღეს პური მოკლედ როგორც არის მამუკა ხაზარაზისა და ჯაფარიძის გრიგოლ გეგელიას ტაქტიკა სტრატეგია არის არასწორი ბოიკოტისტების სტრატეგია არის სწორი ბოიკოტი ალბათ მაინც სრულად ბოიკოტი ვერ გამოვა მაგრამ უკომპრომისობას ანუ მზიადყოფნობას ჯობს კომპრომისზე ანუ საპროცესო გარიგებაზე წასვლას და არა ვერბალური ბოდიშის მაგრამ ქმედებით ბოდიშის მოხდას შეგუებას ამ რუსულ რეჟიმთან გრიგოლ გეგელიაზე კი არ უნდა ვიზალადოთ არც არავისზე არ უნდა ვიზალადოთ რასაკვირველია თუ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობ ხოლო თუ ვერბალურ უგაცრავად ამ სიტყვისთვის დაჩაგვრაზეა საუბარი ანუ ვერბალური თვალსაზრისით ანუ არგუმენტების თვალსაზრისით ოპონენტების მათ შორის ოპოზიციონერი მიჩაგვრაზეა საუბარი რასაკვირველია უნდა მივჩაგროთ აბა მივჩაგროთ ახლავე აბადიეს გრიგოლ გეგელიამ მივჩაგროთ იმიტომ რომ ისინი არასწორ გზას ადგანან ჩვენი აზრით ისევ როგორც მათ აქვთ ჩვენი მიჩაგვის უფლება უბრალოდ არგუმენტთა სიუხვის თვალსაზრისით ჩვენსკენ უფრო მეტი არგუმენტია ჩემი აზრითაც და ობიექტურადაც ნახვამდის